გამარჯობა თუ გავდებო. მე ამ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ mini tutorial-ის მსგავსი ვიდეო იქნება ეს რამდენიმე მომხმარებლის თხოვნით. თუ როგორ ჩავაგდოთ Minecraft-ში resource pack-ი, იგივე მოდი. ბევრი ეძახის mods, მაგრამ მე resource pack-ს ვიტყვი. და ცვლის ბლოკების გარეგნობა, სიცვლება ბლოკების გარეგნობა, რომელი resource pack-ი იქნება ამაზე დამოკიდებული რა თქმა უნდა. და რავი გასწავლეთ, ასევე გასწავლეთ როგორ ჩავაგდოთ სკინი და როგორ ავაწყოთ საკუთარი სკინი. ეს არის ჩემი აწყობილი სკინი. მარტივია, ეს სადემონსტრაციოდ გავაკეთე. და ეს არის resource pack-ი, multi-maker-ი ამ შემთხვევაში ავიღეთ. კარგი, პირველ რიგში რას ვაკეთებთ? ესე იგი ვწერთ პროცენტი. არა, ეს არის კაცო. პროცენტი app data. და ისევ პროცენტი, აი, პირველივეა roaming, აქ შევალთ. და Minecraft. შემდეგ შევალთ resource packs და აი ამას დავაკოპირებთ. არა კაცო. ამას დავაკოპირებთ და ჩავაგდებთ აი აქ. აი ეს. ძალიან მარტივია. და შემდეგ და აი ესე ჩავარდა. მეტი არაფერი. ახლა გაჩვენებთ როგორ ჩავაგდოთ სკინი. ესე იგი ვართ აქ Minecraft-ში, შევდივართ ვერსიებში. თუ გაქვთ ინტერნეტი, დაიმახსოვრეთ. თუ გაქვთ ინტერნეტი, სკინი არ ჩავარდება, ანუ ამ ვერსიაში. რადგან ეს არის automatic update-ერი, ანუ updates ავტომატურად აკეთებს, ამიტომ სკინი არ ვარდება. ანუ შეიძლება თქვენ სხვა ვერსია გქონდეთ და ჩავარდეს იქ. მაგრამ მე მაინც გაჩვენებთ, ყველა Minecraft-ში ესნაირად ვარდება, შევალთ ვერსიებში. შემდეგ 1.7 უახლესი ვერსია რომელიც არის, იმას ამოვარჩევთ, ამ შემთხვევაში 1.7. შევალთ აი ეს და open with WinRAR. და ოღონდ WinRAR-ი უნდა გქონდეთ აუცილებლად. ან 7-zip, მაგრამ WinRAR ჯობია. შევალთ assist Minecraft ეს ოდნავ მახსოვს ამიტომ ეს წუთით. სადღაც textures მგონია აქ. textures და Infinity კი აქ. და აქ არის აი Alex. ეს არის მარტივი სკინი, ეს არის ის სკინი, რომელიც თამაში არსებობს უკვე. და ჩვენ როგორ უნდა ჩავაგდოთ ეს სკინი, ძალიან მარტივია, ამას ამოვაგდებთ. delete files, აი ესე. ამას წავშლით. აი ესე და ჩავსვავთ აი ამ სკინს, რომელიც ჩვენ გვინდა დავაკოპირებთ და paste არ არის კაცო. მიცადეთ. აი ესე შევაგდებთ პირდაპირ. და აქ მივცეთ საუკეთესოს. აი აქ. რადგან უფრო კაი ხარისხით ჩავარდება. კაი და ეხლა ასაც ჩავარდა. აი ეს gangster style და უნდა დავაწეროთ ის სახელი, რაც წინა სკინს ერქვა ამ შემთხვევაში Alex. თორემ ისე არ იმოქმედებს. აი ესე. აი ესე. ფოტო და აქ მივცევთ photo whatever აი ესე. მოიცადეთ ეს რატო აი ესე. არა ეს არ უნდა იყოს. მგონი რაღაც შეგვეშალა. მოდი აქვე დავაწეროთ Alex-ი მაშინ. აი ესე და გადავაგდოთ. Best და okay. აი ესე ახლა პრობლემა აღარ არის ჩავარდა. მე როგორც ხედავთ და თამაში რო შეხვალთ იქნება ეს სკინი. ეს სათვალია ეს არის სამაჯური, აქესია შლილის სახით. და რავი, ესე ხდება resource pack-ის, ანუ მოდის და სკინის ჩაგდება. ჩემ შემთხვევაში სკინი არ იმოქმედებს, რადგან automatic update-ერი მაქვს, ამიტომ ისევ სკინი იქნება. თუ ინტერნეტით თამაშობთ, ან თუ ინტერნეტს გათიშავთ, ამ შემთხვევაში რასაც ჩაგდეთ სკინი იქნება automatic update-ერის შემთხვევაში, მაგრამ თუ automatic update-ერი ვერსია გაქვთ Minecraft-ის და თან ინტერნეტიც გაქვთ, ანუ სკინს ვერ ჩააგდებთ. მე ეს ვერსია მაქვს.
და რავი კიდე თამაში კიდევ გააქტიურება უნდა resource pack-ის თვითონ თამაშიდან და სანამ გაჩვენებდეთ უკვე თამაში როგორ უნდა გავაქტიუროთ resource pack-ი მანამდე გაჩვენებთ ლინკებს თუ საიდან შეგვიძლია resource pack-ები გადმოვწეროთ და სადავაწყოთ სკინები. ნუ ეს არის resource pack-ის გადმოსაწერი. აქ resource pack-ებიც არის სკინებიც არის ყველაფერი არის plantminecraft.com. ნუ ლინკი აღწერაში იქნება. აქ შეიძლება გამოწეროთ ნებისმიერ resource pack-ი. ძალიან ბევრია და გვერდებია, არის ძალიან უამრავი, კაი. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ეს არის სკინის სასაწყობი, ეს არის Nova Skin Editor. და ეს არის მეორე ედიტორი, ნუ არ ვიცი, თქვენ რომელიც უფრო მოგეხერხდებათ იმაზე აწყეთ. ორივეს ლინკი იქნება აღწერაში, უბრალოდ სამივე საიტის ლინკი იქნება აღწერაში. და რავი, ეხლა შევიდეთ Minecraft-ში და განახებთ როგორ გავაქტიუროთ resource pack-ი უკვე თამაშიდან. აი ჩვენს დაბრუნდით უკვე თამაში Minecraft-ში და განახებთ როგორ ჩავაგდოთ resource pack-ი, როგორ გავაქტიუროთ. შევდივართ options, resource pack და აი პირდაპირ ვაწვევით აი ამას და ვაწვევით down და resource pack-ი ჩაირთვება. ნუ ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმის გამო რომ წერან ვერ გაჩვენეთ რომ ჩვენ ჩავაგდეთ WinRAR-ის სახით აი ეს resource pack-ი WinRAR-ის არქივის სახით არის მოქმედა უნდა ჯერ უნდა ამოარქიოთ ანუ თვითონ ის ფოლდერი რომ შეხვალთ ამ resource pack-ის WinRAR-ის არქივში იქნება ფოლდერი ამავე სახელით და ის ფოლდერი ჩააგდეთ resource pack-ების ქაღალდეში და ასე იმუშავებს. პირდაპირ WinRAR-ის არქივით რო გადააგდოთ არ იმუშავებს. კარგით. ნუ ეხლა არ გვჭირდება ამის ჩართვა. დავბრუნდეთ უკან. და აბა მაგრად თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ და subscribe-ეთ და ასე შემდეგ. და თუ კითხვა გიშდათ და დატოვეთ კომენტარებში შეიძლება რამდენიმე კვირა ვერ დავდო ვიდეო, ეგ არაფერი, ანა შეიძლება დავდო, არ ვიცი. ნუ მოკლედ აბა მაგრად და გნახავთ მომდევნო ვიდეოში აუცილებლად.